ინფრასტრუქტურული სამუშაოები ლაგოდეხში, სოფელ განჯავაში გზა კეთდება. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, ცხაურები, ხიდები და ეზოები. შესასვლელები. ახლა ასფალტბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ტარდება. სოფელ ზემომსხალგორში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. პროექტის ფარგლებში ეწყობა ახალი ასფალტის საფარი, თითქმის 3000 გრძივ მეტრზე მეტი, ეწყობა ასევე კაპიტალური სანიაღვრე არხები, მოწესრიგდება ეზოების შესასვლელები. პროექტის ღირებულება 2,5 მილიონი ლარს აჭარბებს და იგი დაფინანსებულია რეგიონალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით აქტიურად მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობს მსგავსი ტიპის სამუშაოები. ჩვენი გამოწვევა არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უსაფრთხო და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა. სანამ გზა გაკეთდებოდა, ხშირად ვარდებოდა ხოლმე წყლები. ქუჩაში გავლა იყო შეუძლებელი. ეს სანიაღვრეები რახან მოწესრიგდა, ეხლა ზემოთ არხიც გაკეთდა, ეს წყლები გვივარდებოდა ეზოებში და ყოველ წელს თითქმის ვიტბორებოდით. სახლებამდე შემოდიოდა ხოლმე ეს სარწყავი არხის წყლები, იმ ხელაზე დიდდებოდა ზამთრის პერიოდში. ეხლა რა ვიცი, ყველაფერი კეთდება უმაღლეს